26 წლის გურამ ხაჩიძე, ჟანგონით სავსე ბიჭი ახლა უგონო მდგომარეობაშია და კლინიკებიც კი არ იღებენ. წმინდა ბარბარეს დღესასწაულის საბედისწერო აღმოჩნდა გურამისთვის. მცირე ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბიჭმა თავის ოთახში დაიძინა. ძილის დროს გული აერია, რამაც სასუნთქი გზები გადაუკეტა. ჟანგბადი ტვინს აღარ მიეწოდებოდა და კომაში ჩავარდა. ამაზე მეტი ტკივილი. ამაზე მეტი ტკივილი არ არსებობს. როდესაც უყურებ ყოველ დღეში შვილს როგორ იყო ქმედო. უბედურება კი ისაა, რომ გურამს არც ერთი კლინიკა აიღებს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ იგი სრულებით უკონტაქტოა. ამჟამად იგი საექცნო მომსახურების ცენტრში იწევს. გურამი საბრალო დედა ყოველთვიურად 6,600 ლარს იხდის, თუმცა ქალს ყველანაირი რესურსი ამოეწურა. ბიჭს თავის ქალიდან ძვლები ამოუღეს და ახლა საჭიროებს იმპლანტების ჩასმას. გურამს ასევე ესაჭიროება თავში შულდის ჩაყენება. სადიშოვოს ფული საბრალო დედა. აი ასე გამოიყურებოდა გურამი იმ საბედისწერო დღემდე. ღმერთო, ასეთი ვაჟკაცი მიწამ როგორ უნდა შეჭამოს? არა, ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. კვალიფიციური ექიმები ძალღონეს არ იშურებენ გურამის გადასარჩენად, თუმცა ბიჭს ბევრი ოპერაცია ესაჭიროება, რაც პატარა თანხებთან არ არის დაკავშირებული. კეთილო ადამიანებო, თქვენ მიერ გაღებული თუნდაც ერთი ლარი ამ ვაჟკაცი ბიჭის გადარჩენაში დიდ წვლილს შეიტანს. სიცოცხლის წამსომი ჩართულია. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.